როგორი მეთოდით მოქმედებენ კომუნისტები. რომ დაიწყო მასები. მიახოვეს პარტიზანების ხალხი. არა ამხანაგ მიწიდან. შემოიგრიბეთ. ეხლა მოვიდნენ ახალი ბოლშევიკები, ეგენი არიან. თავდასხმა ჩვენ ვართ მეშევიკები და იმასაც კი მოუწოდებენ, რომ თუმცა თავები უნდა დაგვაძლოთ. ერთი როგორ მაინტერესებს. თავი როგორ უნდა დაგვაძლოთ, ვითომ მორწმუნე ლუკა კუნტანიძეს, რომელიც არ ვიცი, მე მგონი მონასტერში იყო და მე ვიცი, რომ ღმერთის სიყვარულია და იყადეს მტერი შენიო და დალოცე და ნუიწყევლებო. ამდენი წევლა, რაც მე მესმის, ამდენი ბილსიტყვაობა, რაც საქართველოშია, ნუ თუ არ გაწუხეთ, მართლმადიდებელო გოლებო, მე აქ დაურეკეთ ჩვენს მამაო. არაფრით არ შეიძლება ადამიანების დაპირისპირება, იმიტომ რომ ღმერთის ზიზღია იმაზე, ვინც მათაშორის თესავს შურს და შურს. ეს არის ძალიან კარგად გაითვალისწინეთ კარგად წაიკითხა, რაც კაცთა შორის მაღალია, ის ღმერთის თვალში არის სისაძაგლე. ნუ ჩავდიხარ სისაძაგლეებს და ნუ იწელებ. მე რატო ვამბობ, რომ ესენი არიან ბოლშევიკები? ბიძინას მეთოდი არის მტრისხატის შექმნა. ეს არის კომუნისტების. ერთი არის მტრისხატი, მეორე არის კერპი. კერპი რა თქმა უნდა თვითონ არის მტრისხატი უკვე ჩვენა ვართ. ჩვენ გადაგიცით. ამიტომ საქმე იმაშია, არ აღწევია ჯერ ხალხო. ესე იგი სოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია. 1 მარტიდან ამერიკაში მიდის დებატები დიდ შემცირებაზე ბიუჯეტის მოცულია თელი სამყარო და ისინი პრეზერვატივზე ლაპარაკობენ. ხალხო, მე ესეთი არაფერი არ გამიგია. პრობლემა არ გააჩნია. ჯოხები, ბარეგან, კივები დაიწყება, კივები გააკეთეთ. კივებს ეიქეებთ, თვითონ საქეიმოთთან. ამასინაც ემნახე ფილარმონიაში შეკრებილი ხალხო მე-20 საუკუნე გაატარეთ 21 საუკუნე გაატარეთ ახალგაზრდები თქვენ ვერ შეაჩერეთ ბატონო ბიძინა არა ამხანაგო ბიძინა იმიტომ რომ თქვენ ბინძური ფული რომელიც გააკეთეთ და ლონდონში მყოფი ჩიჩივარკინი რომელიც არის ბიზნესმენი მეანაბრეა თქვენი და გქონთ რომ ფული დაუბრუნოთ მეანაბრეა 98 წელში დეფოლტი რომ მოხდა რუსეთში და ჯიბეებში რომ ჩაიდედა სირცხვილის ფულს აწმობ სირცხვილის ფულს და ურიგებ ხალხს გაჭირვებულ ხალხს თქვენ იცოდეთ რომ სადურიგებს კიდე რა უჭირს ჩვენ მამაოსთან მიბრძანდით და კითხეთ რომ ერთი მიუკერძოებულია და საჩუქრებს არ იღებს თქვენი ეკლესია რო აშენეთ ინდულგენციას მიგაჩნიათ რომ ეს არის ინდულგენცია რაც კიდევ გააკეთოთ ვერ გააკეთეთ იცით რომ სამართლიანია ის გზა რომელიც აირჩია ხალხმა და იცით რა არის ჩვენ გამოვიდივართ ხალხო ქვეყნის მასხარები ესე იგი ბალტიისპირეთთან ერთად თავისუფალი საქართველო 9 აპრილი 1000 წლის ვერი ბრძოლა და უცბად უკაცრავად ისე რუსეთი მასხარები ქვეყნის მასხარები არ ვიცი იცით რა არის მე უბრალოდ რუსეთის საიდუმლო სამსახურები. ესე იგი ამასიდან გადაცემა ერთი 6 წლის ევროპა წალეკილი იცოდეთ საიდუმლო რუსეთის შპიონები. ეხლა ამერიკაში ერთი ფედერალთა შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც გამოავლენს ამ შპიონებს და ჩვენ კარგად იცით 10 შპიონი გაწვალეს ანა ჩეხანთან ერთად. მე რადიოში ვთქვი, დაშორს მიდიხარ, მოისმინეთ რუსული რადიო წაიკითხეთ, შეგიძლიათ და ნახავთ სად არიან ეს შპიონები. იმიტომ რომ მით უმეტეს ეხლა დიდი დოლამიტის და გეოპოლიტიკური მდგომარეობა იცვლება ძალიან მალე სლანცის გაზი, რომელიც ამერიკაში არის ძალიან ხომად, მალე უკვე გასცემ იცით რა ისტორიაში ძალიან ევროპაში თავისი მიზიდებული აგენტები გამოძრავენ, ხალხი გამოიყენებს პლანები, რომ უამრავი
ბევრი რო ლაპარაკობს, ბევრი იდიოტი ძალიან გაბედულად აცხადებს, დიახ, ომი მე დავიწყე, დიახ, მე მოვამზადე, პარტიზანები მე მოვამზადე, დიახ, მე მოვამზადე, ეს ომი არც ჩვენია, დასავლეთს გამოწვევას უწევს და დასავლეთი ვერ პასუხობს, მაგრამ მას მისი დროის უკვე ბოლოს ტერმინის რუსეთში არის კატასტროფული კორუფცია არის. თვითონ შეჭამს იმ სისტემას და ის სისტემა აუცილებლად როგორც საბჭოთა კავშირი ვერ გაუძლო საგეგმო ეკონომიკას და დაემხო, ესე დაემხობა რუსეთი, მე არ ვიდა მე რუსი ხალხი მეწოდება. ისინი როგორც მონები ურტყავენ, გასაგუშებიან, მაგრამ გამოსავალი არ აქვს. ესეთი ფსიქოლოგიის არიან, არ ვიცი, ეს მაგათი პრობლემა და ქართველებს შეხვდა ფსიქოლოგია აქვს. ჩვენ არასდროს არ დავემონეთ, კი ზოგიერთი დაემონა. აქ რომ აღიმართა თავისუფალი საქართველოს დროშა, ვიფიქრე ხალხო 200 წლის ოცნება აუსრულდა ქართველებს. თურმე რა გულუყვილო ყოფილა, მაგრამ არა, მე მაინც მერტის იმედი მაქვს. აუცილებლად საქართველოს ქართველებო თქვენი სიტყვა უნდა თქვათ, იმიტომ რომ ის რაც გაკეთდა ეხლა აბსურდამდე შეიძლება დაიყვანო აი ყოველი კაი იდეა. იმიტომ რომ აბსურდამდე ევროპაში დადიან და არაფერი არ გაკეთებულა. ეს ყველაფერი რაც გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც რეიტინგი საქართველოში მაღალი დადიან და ეუბნებიან, იცით რა არაფერი არ გაკეთდა. ეს ყველაფერი თბილია. უმოწმეებო, არაფერი არ გაკეთდა. მეგობრებო, არ ვთქვამდები, აი ჩვენ პირველ რიგში უნდა ავითვალისწინოთ რაგვი რა არის ჩვენი არჩევანი. არის ჩვენი არჩევანი დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი საქართველო. თუ ჩვენი არჩევანია ისევ იმ იმპერიის ქვეშ. იმპერია დღეს ცოცხალია და იმპერია სამწუხაროდ ჯერაც ძლიერია. რუსეთის იმპერია მუშაობს რამდენი წელია საქართველოს საბოლოო ოკუპაციის, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოს მეხუთე რუსეთს მაინც აღებდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცივილიზებულ სამყაროში ვერ ვშვებით ვერაფერს იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები დავიღოთ. მაგრამ მიდის ძალიან პრინციპული, მეთოდური მუშაობა ამ ტერიტორიებზე. როდესაც დეკემბერში დაგეგმილი იყო ნატოს საბჭოს წინააღმდეგ. ეს იყო წარვალი კაცის მიერ ჩაფიქრებული და ჩადენილი აქციები. ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. მისი მენტალიტეტი არის რუსი ოლიგარქი, ბანდიტური მენტალიტეტი. მისი საუბარი არის ბანდიტური. მისი ყოველი ქცევა არის მტრული. ეს არის საქართველოს ლახვარი შტაბი. ეს არის მჭრელი დანა, რომელიც გამოგვჭრის ჩვენ ყველას მკისრებს. და ამიტომ ჩვენ წინ უნდა აღვიძოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეწევდეს საქართველოს ნატოს წესვლა. პირველ რიგში ნატოს